ვართ მუხრანის კულტურის სახლში, აი სხეთობა მოდის 14-ში და დღეს ჩვენ ვასწრებთ იმით, რომ საოცარი ადამიანების შემოქმედებით საღამო იქნება. ეს იქნება მიქსი, როგორც აქაური ხალხური ცეკვის ოსტატები, ასევე მომღერლები იქნებიან და ჩვენ პოეზია და მუსიკა. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე არასოდეს დაავიწყდება მუხრანს. აჰა. ვაი, ბესოს ალაპარაკე და შენიკე. Хватит დაიჭირე შექემა. აღჭერი. უკაცრავად ბილწ ხუმრობ. რაგინას ჩემო. ქვეზემობენ ყველი დაუვარდაო სათვალესოდ მართალია? აი პოლიცებში არის ეს საყვარელი რაღაცა. ყბელის დავარდნა ჯანდაბა. ყველსა ანა, ლავერდერი მამა. არის. ჩემი ვემიკო მაცადო ჭამას ეცემ რა იყო? კაცე ბიჭო კამერა გაწი. წერან ხო არ მაცადეთ ჭამა და ეხა ისა რა ქვია. მოგლეთ ძალიან მაგარ სოფელში ვარ, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ბარაქიანი სოფელია მუხრანი, სადაც ეხა ჩვენ ყო მაგარი ხალხი ცხოვრობს, მაგარი აი როგორ ეცემ შრომელი ადამიანები ცხოვრობენ და ულამაზეს კულტურის სახლია სხვათა შორის. დღეს არის ნანაცინცაძის სამწუხაროდ დღეწელს ბოლო პროექტია, რომელიც მეხუთე მე მგონი ხო, მეხუთე იქნება. კი, ხო, ეგრე გამოდის და ვენ ზათან მუდმივ გადარბენებშია, მუდმივ იმაშია რა ქვია, ორომტრიალში და ამ ხალხში მიყვარს ზუსტად ეგ. თუ არის ყოველთვის ენერგიის წყარო. თუ გახსოვთ ჟიულ ვერსლუაკ, ნაუტილიუსი არის იქეთი, მობილინ მობილ, მოძრავი მოძრავში. ამაზეა დაწერილი ეგ აი ამ ხალხზე. იმიტომ მიყვარსო ჩემნაირია. მუხრანის კულტურის სახლში ვიმყოფებით მეგობრებო. ნანაცინცაძის სიყვარულში ისევ და ისევ და მე ვცდილობ ხოლმე მაქსიმალურად მოგაწოდოთ ხოლმე მასალები ამ ლამაზი კონცერტებიდან და თქვენი ვალია გამოიწევოთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო და კომენტაროთ. დღეს მორიგი კონცერტი ბაქს ვიმყოფებით მუხრანში. მუხრანის კულტურის სახლში. ძალიან მიხარია დღევანდელი დღე, იმიტომ რომ ისე ვხვდები ჩემ მეგობრებს, ისე ვხვდები მსმენელს და ყველაზე მეტად მინდა მოვეფერო ჩვენსთან იყოს, რომ ასეთ არაჩვეულებრივ კონცერტებს გვიკეთებს, გვახარებ ჩვენს, ახარებ ჩვენს მსმენელსაც და ვისურვებდი ჩემო თორნიკე კიდევ უფრო მეტი და მრავალი კონცერტი ქონოდას. ერთი სერიოზული კითხვა. აბა მე როცა ავხომეთ თქვენთან კონცერტებზე გაკლებთ თუ არა თუ რა. დავფიქრდე? თავარი კითხვა ბლოგის. რა თქმა უნდა გვაკლიხარ. კარგი, ჯერ ერთი გორის ბლოგი არ ქონია რა. მაქედან დავიწყოთ. მერე კიდე შენი რაღაცა ის ხუმრობებით იუმორი და შენი რაღაცა ესეთი აკადემიური გამოსვლები და მერე ფუტკარი და ასე შემდეგ და მერე კიდე გეტყვი მე შენ მიყვარხარ და ასე შემდეგ. ეს ხალხი იმზადება. საფრიკება ლარი მითხრა. Sorry. აჰა, კაი, დავიწყოთ. შაქარს მოვიდა შაქარიც არის. ქალბატონი ყოშო. ჩემ ლარის ჩავწე. დღეს ვიყופებით მუხრანის კულტურის სახლში. ქალბატონი ნანაცინცაძის პროექტია პოეზია მუსიკაში. ძალიან მიხარია რომ მონაწილეობას ღებულობ და ხშირად ხვდებით ერთად ის მოვისიყვარულებთ და კიდევ ბევრი აი ესეთი პროექტები ნამდვილად კარგი იქნებოდა. თავარი კითხვა კი ბატონო კი ეს უნდა აღნიშნო გვაკლდი გორში ნამდვილად და არც არაფერი არ იყო ჩაწერილი ხო? ეს აი სპონტანური ჩაწერები რომ მიცი ხოლმე და ძალიან კარგი გამოდის. აი ეს არ იყო და დღეს აგერ უკვე კი ჩაიწერა და ნახოთ. აბა წარმატებები გქონდათ ყველას. თუწვიმის ხმაური უხეში ფონია დაღლილი ქუჩების ახვები ფორიაქს დღე ხელში ყინულის ნატეხი გონია და ხელის გული რომ გულის სტოლია თუ ასე გონია შენი გზა გულამდე ძალიან შორია. ეხლა რა ხდება სადავარ როგორი ეხლა ვართ მუხრანში მუხრანის კულტურის სახლში რაღაცა შესანიშნავი განწყობაა არაჩვეულებრივი ხალხით ივსება და ივსება მაყურებელი მონაწილეები და ველოდებით გადასარევ საღამოს მორიგი პროექტი არის პოეზია მუსიკაში ქალბატონი ნანაცინცაძის და ძალიან გული მწყდება რომ აი ამ ღონისძიებით დასრულდება ეს პროექტი მაგრამ წინ კიდე ბევრი გეგმა არის ბევრი მოსალოდნელი ღონისძიება არის და მოკლედ ველოდებით
ვაიმე გორში ძალიან გვაკლდა შენი ბლოგი შენ და ეხა კიდე დამაკლდა ერთობრივი მსვლელობა რაღაცა ჩვენთვის ჩამოვედით ყველა და მოკლედ კარგ დღეს ველოდებით ძალიან მუხრანში სხვათა შორის არ ვარ ნამყოფი მუხრანში ვარ გავლით ნამყოფი და როგორ ბევრი ტატიშვილები არიან მათ არ ვიცოდი მუხრანში გავლით რატო ვარ ქსოვრიში არის სოფელი ქსოვრისი არის და მე არ მდინარე ჩამოდის იქ ისეთი კარგი საბანაო აღმოვაჩინე მთელი ზაფხული დავდივართ მე და ჩემი დაქალები იქ მან ვირუჯები ხოლმე აპრილიდან ხო და საოცარი კარგი გაკეთებული მოვლილი და მთელი მოსახლეობა დადის და ეს ძალიან კულტურულად და ძალიან ისე მუხრანი ვიცი მხოლოდ ეს ჩემ და სამწუხარო და ვიცი რომ კარგი ხორცი იყიდებ გოგო რა კაია მინდია რა მოგესალმებით ეს ვიმყოფებით მუხრანის სოფელ მუხრანის კულტურის სახლში ამღერებული ლექსი პროექტი გრძელდება რომლის სულის ჩამდგმელია ქალბატონი ნანაცინცაძე და მე მინდა კიდევ ერთხელ მას დიდი მადლობა მოუხადო იმისთვის რომ ასეთ ლამაზ პროექტებს ახორციელებს შვენიერი გარემოა იმედია ბევრი მაყურებელი მოვა რაც შეეხება სიახლეებს შემოთორნიკე მზადდება ახალი სიმღერები სხვათა შორის დღეს ავტვირთი ახალი სიმღერის პატარა მონაკვეთი და სულ მალე იქნება ეს სიმღერა არ დავასახელებ ჯერ აზია სიმღერა მაგრამ ძალიან მაგარი სიმღერაა და ერთს ვიტყვი რომ ქალბატონ ნანას ლექსია შექმნილი გულის გულში ვარ საქართველოს მუხრანში რომელმაც ქართულ პოეზიას უდიდესი ლექსი შემომეყარა ყივჩაღი აჩუქა შედევრი და მახარებს ის რომ დღეს აქ საშუალება მეძელევა ჩემ თანამემამულებს მოვეთერო მადლობა ჩემს ნანა ცინცაძეს იმისთვის რომ დაგრაზმა შეკრიბა ჩამოგვიყვანა და შეგვახვედრა ხალხი რა ვიცი აი მუხრანს უსწრებს რუსთველს ვარდის ფურცლობის ფერიადებს ოსტატო აის არავის გავხარ ქვეყანაზე არავინ არ გავს გამაგებინე ამის წყანა რა თარგმნე მაინც რომ ვეღარ შეძლო შემდეგ იმის ვერავინ თარგმნა საერთოდ ვარ პოეტები საქართველოსი ხო კაი გამონათქვამია ამ პოეზია გაათხოვს ამ ქვეყანას რაც ყველაზე მეტად გვაკლია სწორედ ეს სიყვარულია ხელოვნებისა და კულტურის მიმართ ეხლა აგერ ერთი 10 წუთია ვარ განათებულ სახეებს ხედავ ბავშვები ლექსი ისწავლეს ლექსი უნდა თქვან უნდა იცეკონ უნდა იმღერონ იმის დროა ეხლა რომ ერთმანეთს უპირისპირდებოდეთ ამ ქვეყანაში იმის დროა რომ იფიქროთ ქვეყანაზე და არა სკამზე აი ამა ეს ისეთი ადგილია როცა ფიქრობ ქვეყანაზე და არა სკამზე ღონისძიებასთან დაკავშირებით დღეს გვაქვს ბოლო შეხვედრა, ბოლო კონცერტია ამ პროექტის ფარგლებში, ქალბატონი ნანას პროექტის ფარგლებში და დღეს ვართ მუხრანში. ძალიან დიდი ისტორიის მქონე სოფელში სიხარულით მოვდიოდით ყველა რომ კარგი დახვედრა და კარგი კონცერტი უნდა შედგეს დღეს. იმედი გვაქვს ამისა და მე მგონი ყველაფერი კარგად იქნება. მოგესალმებით. მოკლედ დღეს ჩვენ ვიმყოფებით მცხეთაში, მუხრანის კულტურის სახლში. გვაქვს კონცერტი და რავი, ძალიან მხიარულად და შემართებით ვართ. როგორ ხართ, აბა? კარგად. თქვენ როგორ ხართ? ძალიან მიხარია რომ ისევ ნანაცინცაძის კონცერტზე ვართ. მომენატრა უკვე გამოსვლა და ერთ სული მაქვს როდის გავალთ ისევე და წარმატებები ბავშვო. მოგესალმებით პირველ რიგში. ვიმყოფებით მცხეთაში. ხოდა ძალიან მომენატრა მეც ნანაცინცაძე. დიდი ხანი ველოდებოდი კონცერტს და ერთ სული მაქვს როდის გავალ. გამოიწერეთ YouTube არხი. ალბათ რომობს ჩვენი ლევანი რა ხდება ლევან სადავარ გენაცვალე დღეს ვართ მოკლედ აი ფაქტიურად ასე უნდა ვთქვა ვარსკვლავთ სვენაზე
ამღერებული ლექსი პოეზიაში, ასე ქვია, სადაც ჩემი უახლოესი მეგობრები იღებენ მონაწილეობას, სხვათა შორის ჩემი უახლოესი მეგობარი თორნიკე ტატიშვილი. შეიძლება ვინმე გამომჩეს, ამიტომ სულ ყველას ვერ ვიტყვი. გენაცვალეთ, სულ ვარსკვლაობა და ვარსკვლაობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ ემსახურებით ჩვენს ხალხს, ძალიან დიდი მადლობა, რომ ემსახურებით ჩვენ საქართველოს და განსაკუთრებული მადლობა ნანა ცინცაძეს, რომ შექმნა ეს პროექტი და შეკვრა და ახლა ეგრეა საერთოდ ხო? გენაცვალეთ, გაიხარეთ, იცოცხლეთ და იდღეგრძელეთ. всё, შეგიძლია გააგრძელო. აი ეს მეგობრებო, აი ერთ ამბავში ადამიანი აპარატურას ამონტაჟეზე, მე კიდე აი ესე არც დავაცადე ფაქტიურად ჟურნალისტივით დავეცე. აი ესე ნელა ივსება ხალხი მეგობრებო. მზადების პროცესი არის, მოდიან. არხეინა. ლახმევად, აბა მოყოლე. აგისო რო დაკეთებული. გადამიძახე? ხეინა. როგორც იცით, ახი მახოში არის ეს ადამიანი და არხეინად. ვიყიდეთ ლავაში პური და კოკაკოლა. ძალიან კარგი იყო. მორიგი კონცერტი ნანას ეგიდით, ასე ვთქვათ, მუხრანში ვიმყოფებით. გადაშორებით შვენიერი დარბაზია, კარგი სცენა, აპარატურა შვენიერია და საკმაოდ ისეთი საინტერესო საღამო იქნება. თან ბევრი შემსრულებელია. მერე კაი პურმარილიო, კაი ღვინო, კაი ყველაფერი. თავარი კითხვა. თავარი კითხვა გოგამ, თავარი გორში თუ დაკარგეთ. არალათ. გორში გვაკლდი. რატო არ გვაკლდი, შეგაიგაც. გვაკლდი, გორში გვაკლდი თორნიკე და ვიღაცის ქორწილში რო გავცვალე. ой, კარგი მოწონა ხო. სხვადასხვა ლალდერმა აღნიშნა ეგრევე რომ გორში რო გვაკლდიო, არ ვიცი. მოვანე ისო, ამბებში დარბის იქი დაკეთ. всё, ეგ არის. როდესაც გადაწყვიტა და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის საქართველოს კულტურის სამინისტროს, რომ ამღერებული ლექსი, პოეზია, მუსიკა ჩატარებული იყო, მე მცხეთა ავირჩიე, რასაც თავისი მიზეზები აქვს და ახალგაზრდებმა, ასეთმა საოცარმა მოზარდებმა გახსნეს ჩვენი დღევანდელი საღამო. სულ ვფიქრობდი, ეს ბავშვები მსოფლიოს რო აჩვენო, არც ერთ ქვეყანაში ცხელი წერტილი და ომი არ იქნება მეთქი. ეს გახავთ შენთან ცოცხლდები უშენობით მკვდარი ვარ და მუხრანის ქუჩებში მარტოდ დავდივარ. ნუ მომიკლავ სიყვარულს, ნუ გამიჩენ კი არას, საფერებლად მოგიხმობ, საოცავად კი არა გიყურებ და ბავშვები. ვებს გამსები ფერიას, შენს პატარა ოცნება, შენი ხიბლის ფერიამ, შენთან ერთად ცოცხლდები უშენობით მკვდარი ვარ და მუხრანის ქუჩებში მარტოდ დავდივარ. მეგობრებო, შემოსაყარელო ადამიანებო, ჩვენ სულ რაღაც რამოდენიმე დღის წინ აქ დიდებული ღონისძიება, მუხრანობა, ქეთევანობა, ვიზეიმე, თხომ კარგი იყო, თქვენი აზრი. ძვირფასო მუხრანები. თქვენ ქართულ პოეზიას ყველაზე დიდი შედევრი აჩვენეთ. შემომეყარა კლიჩახი. შეთის გიდადეს, რო შეცედა გავაჩერო, განიგერო პივა ხარჩევო.
მოვედის ბედნიერებას განჯერ თქვენი მუხრანის ახალგაზრდები ბედნიერები არიან. ეს თვე ისედაც სექტემბერი დატვირთული ჰქონდა, ძალიან ამაზე საღამოები ჩაგვიტარდა და თქვენ ყველა მობრძანებულ სტუმარს უდიდეს მადლობას გივდით. მუხრანის ბალანს მანდილი ფარავს დედოფალისა, წმინდა ქალისა, ქეთევანისა. ისაკ დარბოდა თურმე პატარა როგორც 64-ის წყარო ანკარა, დაწაფებია მუხრანის წყალსა და ღვთაებრივი გზნობით უგზნია ჯერ კიდევ ბავშვსა. დაადგებოდა ის თურმე გზასა, წამებისასა. მაგრამ ყოფილა თურმე თავნება და თვით სიმთხის ემთო, სანთლებად აზიატულ ესტა დაუხრავდა შახის ბჭყალებში. მოსთქვამდა მიწა ბოროტების სიმხურვალეში ძალმამბრეობა გადავიდა ყოველგვარ საზღვარს და როცა შხეფი სისხლებისა ვარსკვლავებს ასვლა შენ შეაფეთე მუხრანელო შახსეკ თვალები ძლიერ ამაყნი მეტისმეტად ამბარტავანი არ გაპატია შახმა იქ მზერა და საქართველოს გადაემტერა ცეცხლიდან თუ დედოფალო ცეცხლი შენს მკერდზე და ძუძუ მოგჭრა როგორც ვაზი კახეთის ველზე როგორ გაწამა, როგორ შანთა, როგორ დაქტორა, გაგანადგურა, გაგათავა და ვერ გაჭობა, ვერ დაგამარცხა, ვერ გაგტეხა ქალო ძლიერო. შენ იმ წუთებში გაუტოლდი ჯვარცმულ იესოს, თურმე არ გითქვამს, არც ერთი სიტყვა, თურმე ჩიტები გიბზერდნენ ხიდან, გადმოფრენილი მუხრანის ტყიდან, შენი ბავშვობა გიბზერდა ხიდან, მანდილი ფარავს. დედოფალისა, წმინდა ქალისა, ქეთევანისა, მუხრანის მიწას, მუხრანის ბალანს. დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, მუხრანს. მოგესალმებით. როცა აქ ხარ, ცოცხალი, გიყვანს, გძულს თუ არ ირჩევ, საფიქრალიც არა აუცებ, ისე აირჩევ, ვისთანაც გავს საერთო, მიწაც, ცაც და მაისიც, ამ წელს თუ ვერ შევხვდები წინ, სხვა ძგელი გაისი, აიშლება ფიქრები, აუჭრელი კარტივით შენს ფიქრს, ჩემთან მოიტანს, დაჭერილი კადრები ყველგან გეფერებიან, სადაც შენი დასია ყველაფერზე ძვირფასი, განწყობების ფასია, თაგეგმილი დღეები, ვერ გალაღებს, დიადი თვალს, ჩაუკრავს ცხოვრებას, კოხტა კომედიანტი, თუ კი გზები ფართოა, რაც არ მოდის, მოიტანს, სიყვარულიც მარტოა, შენთან სანამ მოიყვან. დიდი მადლობა. დიდი მაგია აქვს ლექსებს. კითხო. რადგანაც მართვა სულიერი ცეცხლის, მხოლოდ ამ მაგიის მაგისტრი მაინც რო შეწყობს. უჩინო მომავით, სარკისბრად გიგებს და. მაგრამ სიცრუეა, რასაც ამ სარკეში ხედავ, რადგან უშენობას ჩემში არ შობილად კლაუდი და ისე მოვა, რომ არ დაგჭირს არც ერთი მეტალ. მოვალ დავიჯერებ გლოვა და მუნჯებულ დროშვა. უცხო ტავერნებში ისე მეცოდავე ჩემში. აკამ პრიმატივის ათას პრიმიტივის როშვა. მტეხავს უშენო და შენი უჩინო შევშეს. არ გელოდი, არა მეთქი. ანდა ვინ ჩახტვალა მოსულად, გული კენტა დამჭა, განახეთქი სულისგან ედაცემულ ორცულად. თურმე ღამე ისე გაილია, სიზმრის ბოლოშიც არ იყავი ცხოვრება ნახევრად გავლილია, რატომ გასულელებს იმ ხავით, სადაც დანალექზე ირეცხება ექსახე, ურჩი და თავნება, თითქოს ყივისაგან ივერცხლება ის, რაც არასოდეს მთავრდება. მაინც დავაჭერებ ჩემს სურვილებს, უბელო, ურაკვი, ძვენდობი, დავტოვებ შესუნებებს, შემუსვილებს, ნება აღარა მაქვს შენდობის მინდა და მოგიჭერ ჩემს მარწუხებს. მერე სხვანაირად მოგდრეკავ, მერე კოცნებით რომ შემაწუხებ, ბოშებს გასართობად მოვრეკავ, მერე დავივიწყებ, სად ვიწებით,
გზიდან დაეშვება ქორალი მერე ერთ თურქში რომ დავიწვევით თვითონ მიბატოებს მორალი უარს აღარ გეტყვი არამეთქი მინდა რომ ჩახთვალო მოსულად და ერთი ბუხარი აპლოდისმენტები ნანიკო ცინცაძეს. აუცილებლად. შენ ჩემო კარგო. აი ეს ხოცა გავასახიერე თქვენს ვიდეო რომ გაგებონა. ჩვენს გაფანტულ მეგობრობის მარგალინებს კრავს ნანიკო. ძალიან დიდი მადლობა შენ ამ პროექტისთვის, აი ყველაფრისთვის. იხარე, უფალი გფარავდეს ყოველთვის. რაც შეეხება ჩემს სიმღერას 17 წლის ვიყავი რომ დავწერე ეს სიმღერა, ყველას გეწოდება დარწმუნებული ვარ, მე უცებ რაღაც ხიტად იქცა. შემარებული ვიყავი მაშინ. პატარა ისტორიას მოგიყვებით, შავთვალება გოგოზე, შავი თვალები ჰქონდა. სახში რომ მივედი და დავჯექი ფორტეპიანოსთან და დავწერე ტექსტი, შავთვალები ვერ ჩავსვი ვერანაირად და ტექსტი გამოვიდა ცისფერ თვალებს. მე იმანაც მიმატოვდა დავჩესეულად. მაგრამ ეს 4 შვილის მამა ვარ და აბა ყველა ერთად ვიყავ კონცერტს ვიყავ. ყველას გეწოდება დარწმუნებული ვარ. აბა ჩემს ხრის რეჟისორს ბატონ მესაჯურიძეს დიდი მადლობა. This is comedy, sounds
მუხრანში დავამთავრეთ კონცერტი და აი ესე კაი ხალხმა წავამიყვანა და აი ესე გემრიელი ცივი ყავა, გოგა მესხი ისევ ხოძია, გოგა გენაცვალე. ისევ ხოძია. სოფო რა თქმა უნდა სიგარეტი ცუდია და არ მოწიოთ მეგობრებო. მაგრამ შორის სოფო ყოფილა მუხრანელი და არ ვიცოდი. ხო. სოფო ყოფილა მუხრანელი კი. და დავამთავრეთ ლამაზი კარგი კონცერტი ჩავატარეთ და ახლა სოფო მუხრანსკი ახლა მივყავართ და ოქპატიშოს გათმის შაურმაზე.